მეცხრე 9 საათზე ნათი ალაზაშვილთან ერთად საღამომშვიდობისა რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. სადნახეს ბოლოს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული კადრები და ზეწოლა, რომელიც ოჯახის თქმით ბესოს ურმავაზე ხორციელდება. არის აშკარად ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, შეიძლება ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაც. იმიტომ რომ ეგ აშკარად არ არის ჩემი მეუღლე, ესე არ იქცევა. მე ჩემი შვილი ვერ ვიცანი, ისე საუბრობდა. მკვდარი იყო შვილო, მე რას მასწავლე, ჩემი შვილი საუბარს დაიმას. ნაციონალური მოძრაობის შეკრება არჩევნებამდე 3 დღით ადრე. რეგიონებიდან მომავალი ყვითელი ავტობუსები და დავალებები კოორდინატორებს. კოორდინატორის დავალებით. და ხოვეს რომ წამოიყვანოთ 3 კაცი. კი. და ვინ მიყავთ? ჩემი ახლობლები. აბა საიდან ხართ? დავალებით მოხვედით აქ. ბოლო კადრები, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი ბესო სურმავაა გადაღებული. 27 სექტემბრის დილის 4 საათი დაუდგენელი პირები მას BMW-ს ავტომანქანიდან ეძახიან. რამდენიმე წუთში კი მანქანა, რომელშიც სურმავა ჯდება, ტერიტორიას დიდი სისწრაფით ტოვებს. ივანიშვილის დაცვის წევრი უკვე მეორე დღეა გაუჩინარებულია. ოჯახი ამბობს, რომ სურმავა გაიტაცეს. ამ დრომდე არავინ იცის სად იმყოფება ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირებენ ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელებას. მეუღლე მაკა ლობჟაინძე მეორე დღეა აცხადებს, რომ მისი ქმარი ფსიქოტროპული წამლების მოქმედების ქვეშაა და მას შვილით ემუქრებიან. 27 სექტემბერი დილის 4 საათი. სათვალთვალო კამერაში ჩანს, რომ ბესოს სურმავა ბიზნეს ცენტრის წინ BMW-ს მარკის ავტომანქანაში ჯდება. ამ მანქანის მასში მსხდომი ადამიანებისა და ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის კვალი სწორედ აქ იკარგება. ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ სურმავა არაპირებდა ვინმეს წაყოლოდა, ისიც აძლიერებს, რომ ყოფილ სპეცრაზმელსა და დაცვის წევრს პირადი და სამსახურებრივი ნივთები ოთახში აქვს დატოვებული. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმობაც. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროა პოლიციის გაუჩინარებული მაიორის მეუღლის მიმართვის მთავარი ადრესატი. მაკა ლობჟანიძემ დღეს ბრიფინგი ქართული ოცნების ოფისში გამართა. ძალიან ვთხოვ ყველა სამართალდამცავებს, სახალხო დამცველს, რომ დამიბრუნონ ჩემი მეუღლე. და მივმართავ ჩემს მეუღლეს, რომ იყოს ძალიან კარგად, იმიტომ რომ და ფსიქოლოგიურად არ გადყდეს, იმიტომ რომ ყველაფერი ყველა მიცის ყველაფერი რა, როგორ ხდება და რანაირად. ბრიფინგამდე კი მაკა ლობჟანიძემ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ბესოს სურმავა ივანიშვილის დაცვაში სპეცსამსახურების მიერ იყო ჩანერგილი. მაკა ლობჟანიძე ფიქრობს, რომ მეუღლეს შვილების ლიკვიდაციით ემუქრებიან. არის აშკარად ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, შეიძლება ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაც. რაც დაიდო ინტერნეტით, ეს არის ყველაფერი სისულელე. აი არაფერზე არ მიუწვდებოდა მას ხელი, არც არაფერს ჩანაწერებს არ აკეთებდა, არ აწარმოებდა არაფერს არ დადებდა ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის საწინააღმდეგოს, იმიტომ რომ 10 წელია დაახლოებით მასთან მუშაობს და ბატონი ბიძინა შვილებს ანდობდა. ბესოს სურმავას ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვს დედამისიც. ჩემი შვილი ვერ ვიცანი, ისე საუბრობდა. მკვდარი იყო შვილო, მე რას მასწავლე, ჩემი შვილი საუბარს დაიმას. ჯერ ალბათ იმდენი ზეწოლა მოახდინა, რომ მაგას აბსოლუტურად მაგი არის შეთქმული ამდენ. დაკავებული არაა ჩემი შვილი. გატაცებული. სურმავას გაუჩინარებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ვიდეო მიმართვა ხონის პოლიციაში იყო ჩაწერილი. ამის გადამოწმების საშუალება დღეს მეცხრეარს არ მისცეს. შეკითხვაზე ხომ არ ყავთ სურმავა ხონში დაკავებული, ადგილობრივმა პოლიციამ სამინისტროს პრესამსახურში გადაგვამის სამართა. აქ კი არ ჩვენს სატელეფონო ზარს და არც მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არავინ გამოხმაურებია. პრესას მიმართეთ. ანუ შეიძლება და სურმავას სახელით გავრცელებული ახალი აუდიო ჩანაწერები ამჯერად უკვე ჭორაობა მეცხრე არხის გარშემო. როგორ ვერ აკონტროლებენ ოცნებაში შემავალი ცალკეული სუბიექტები ტელევიზიას, კერძოდ გია ხუხაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ორი სუბიექტი, რომელიც ვერ ერევა შიდა საინფორმაციო პოლიტიკაში, თუმცა ამ ჩანაწერების მიხედვით თუ ის რა თქმა უნდა არ არის ფალსიფიცირებული, ჩარევის დიდი სურვილი აქვს. ისმის ფრაზები: ტელევიზია კატასტროფა, შტერი ტრიპოლსკი, თარგამაძის მარჯვენა ხელის და რუხაძე, გაჯგიმული ბექაური, ოდეერი ლუბა და სქემა როგორ უნდა მიანგრიონ მეცხრე არხი. სულ დღეს ინტერნეტში 4 ახალი ჩანაწერი გავრცელდა. ბესოს სურმავას სახელით YouTube-ზე ფარული ჩანაწერები დღესაც გამოჩნდა. ერთ-ერთ აუდიო მასალაში ავტორის მტკიცებით ირაკლი ღარიბაშვილი და გია ხუხაშვილი მეცხრე არხის შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით საუბრის მონაწილეები არხის საინფორმაციო პოლიტიკას არჩევენ და ტელევიზიისა და მისი ხელმძღვანელების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მოვიყვანე მე ორივე ისა რა ქვია ტრიპოლსკი და ისა ბექაური და უთხარი ბიჭო რაღაცა ხდებათო ეს რა არის მეთქი თო
დააჭერეს. და მე ბოდიში მოიხადეთ და ბოდიშიც არ ბოდიშიც არა. ეს ტრიპოსკი ხო შტერია რა კი იცი რა. და ტრიპოსკი ეუბნება ბიზნესს რომ აი გიას რაღაც ლიჩინი აქვს რა ბექა. რა უნდა მქონდეს ლიჩინი და ბექა უნდა რა შეიძლება ყველას ლიჩინი გვაქვს მაშინ? ლუხაძე. ეხლა შენ თქვიო ხოსტი არ არის ხო? ლუხაძის ძმა იცი რა. მარჯვენა ხელია ხო? ხო სხვა შენ მაესტროში რაც ხდება აკადემიისა იქაც ლუხაძის ხოსტია. ლუხაძის დატოვებული სიტუაცია. ლუბა შეიძლება თქვენ შეიძლება. მიხედავს რა. ბიჭო, ლუბა მიანგრევს. ლუბა ვერ მიხედავს, მაგრამ გავიცი, რამსებს საუბრობს, იმას. კი, გაუწევს, ხო. ლუბას ეგ შეუძლია. ეს ჩემი ხმა კომპილირებულია უბრალოდ, იქ რაღაცები არის გადანაცვლებული, გადმონაცვლებული. მე გამომითქვავს ნამდვილად უკმაყოფილება მეცხრე არხის დაუშვათ ამა თუ იმ სიუჟეტთან დაკავშირებით და ეს ბუნებრივი საკითხია, როდესაც ხარ პოლიტიკურ პროცესზე, როგორ აშუქებს ესა თუ ის მედია შეიძლება არ მოგწონდეს, ხო? ერთ-ერთი ადამიანი, როდესაც ამბობდა იქ, რომ დავიბარეთ ბექაური და ტრიპოლსკი, ხო და ნუ ეს იმდენად ხა არ ჯდება არაფერში და ნუ წარმოუდგენელია საერთოდ, ხო, ვინც იცნობს აქაურ სიტუაციას, ვინც იცის როგორ იმართება მეცხრე არხი, ვინც იცის როგორ ასრულებენ ფუნქციას, ვინც იცის ვინ ვისი უფროსია, ხო? ეს რაღაცები არის წარმოუდგენელი. ამიტომ ეს ერთის მხრივ მე ასე ვთქვათ იმ აზრზე მაყენებს რომ აქ გარკვეულ ფაბრიკაციას აქვს, იმიტომ რომ ამისთანა სისულელები ყრია შიგნით ბევრი. იდაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთ ასეთ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს. მასალის მიხედვით ქართული ოცნების წევრი ზურა ბიგვავას ესაუბრება. ბიგვავა კი პრეს-სპიკერ მაია ფანჯიკიძეს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. და მაგაზე ინფორმაცია მივეცი იმას, რა ქვია, ფანჯიკიძეს, ხო? მაგის მე მაგისი რა დღეში ჩამაგდო ამის დედაში მე ამის არ ვიცი ყველაფერი მივეცი რა ვინ არის რა ქაუტონი მაიას მივართ მე მაგ ხოლმე ძალიან დიდი სიმპათია და ძალიან კარგი მეგობრები ვართ არასოდეს საერთოდ ქალის მიმართ უცენზურო სიტყვებს არ ხმარობ ხოლმე როგორც წესი აუდიო ჩანაწერებში დღესაც ფიგურირებს გუბა სანიკიძე, რომელსაც ყოფილი თანაგუნდელი ირაკლი მელაშვილი კოალიციის შიდა კონკურენციაზე ესაუბრება და ქცევას უწუნებს. სურმავას სახელით ატვირთული კიდევ ერთი ჩანაწერის მიხედვით რომან კუსიანი და სანდრო ბრეგაძე კახიკალაძისა და კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრაზე საუბრობენ. აშკარა არის ფალსიფიკაცია, იმიტომ რომ აქ არის გამოქვეყნებული ჩანაწერი, ორი ჩანაწერი, რომელიც არის ერთმანეთზე რაც მოძრაობა აღიარებს, რომ ეს არის ანტიქართული ძალა, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მაგრამ ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ აი ხალხო, ჩვენ ხო ვართ ცუდები, მაგრამ ესენც არ არიან თლათქაი ბიჭები. ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის სახელით YouTube-ზე პირველი ჩანაწერები გუშინ გამოჩნდა. როგორ შეიძლება აუდიო ჩანაწერის ფალსიფიცირება? დღეს ექსპერიმენტი ჩაატარა მეცხრე არხის ხმის რეჟისორმა. სულ რაღაც 5 წუთში შესაძლებელია ხმის ისე დამონტაჟება, რომ სულ სხვა შინაარსი მივიღოთ. გთავაზობთ ამის მაგალითს მიხეილ სააკაშვილის ვანში წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტები. დამონტაჟებული მასალა, სადაც პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსი აბსოლუტურად იცვლება. ეს არის უმარტივესი მაგალითი, როგორ შეიძლება ფაბრიკაცია. მე ბავშვობიდან ვიზრდებოდი იმით, რომ ვანელები არიან ძალიან მაგარი ხალხი. ბოდიში ვიხდი და რომელი ერთი ტყუილი ვთქვით. სადღაც არის რაღაცა, რაც საბჭოთა დროსაც გაკეთდა, ის გაფუჭდა. ჩვენ თბილისს ვაშენებთ ისე, როგორც არასდროს არ აშენებულა ისტორიაში. მაგრამ მე ბავშვობიდან ვიზრდებოდი იმით, რომ ტყუილი ვთქვით. ვინც რა უნდა ილაპარაკოს. მაგრამ ჩვენ საქართველოში საბჭოთა დროს გაკეთდა ისე, როგორც არასდროს არ აშენებულა ისტორიაში. მეცხრე არხით უკმაყოფილო კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტი. მართველი გუნდი არ მალავს, რომ მას საკაბელოებიდან მეცხრე არხის გათიშვა სურს. ნაციონალების პროგნოზი ასეთია: ტელემაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკამ მორიგრუ სულ სამხედრო ინტერვენცია შეიძლება შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ ხელისუფლება თვლის, რომ მეცხრე არხი 30 სექტემბრიდან სავალდებულო მაუწყებლობის ტრანზიტიდან უპირობოდ უნდა გაითიშოს. ამ საჯარო განცხადების ავტორი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეა. ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ ის კერძო კომპანიების მუშაობაში არ ერევა და მასკერის გაგრძელების საკითხი საკაბელო ოპერატორებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. რატომ არ გრძელდება მასკერი არჩევნების შემდეგ? კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების სპეციალისტი თომას დევაალის ამ შეკითხვაზე მართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის პასუხი ასეთია. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის აზრი, რომ მეცხრე არხმა შეიძლება შეასრულოს კატალიზატორის როლი, რითაც რუსეთს ხელი გაეხსნება არჩევნების შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ ქმედების დასაწყებად. დამოუკიდებელ მედია არხზე ახალი რიტორიკით განხორციელებული სახელისუფლება შეტევა სამოქალაქო სექტორისთვის დამატებითი შეშფოთების საბაბი გახდა.
გამამცირებელია მედიისთვის ესეთი მიდგომა, ვის უნდა აქ არეულობები და დარეულობები. არავისაც არ უნდა, არავინც არ ფიქრობს, უბრალოდ მუდმივად, როდესაც ვიღაცას უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, ისინი მოიშველიებენ, აი დემოკრატია კი კარგია, მაგრამ უსაფრთხოების საკითხები უფრო მნიშვნელოვანია. ამ დროს რეალურად არც ის ადარდებთ და ადარდებთ ის, რომ იყვნენ მუდმივად ხელისუფლებაში. მეცხრე არხს ესეთი პედალირება ალბათ ხდება იმის გამო, რომ მე თუ კი ვინმე დაეწყებს ლაპარაკს, რომ ესა თუ ის ტელევიზია ნაყედია, მეცხრე არხზე აუცილებლად წამოვა ლაპარაკი იმის ყვალობაზე, რომ ეს არის მისი მფლობელი არის ოპოზიციის ლიდერის მეუღლე და ამაში რა არის გასაკვირი, ეს ერთი და მეორეც, რომ მეცხრე არხიც არ არის დისკრედიტირებულია და არ ავრცელებს ცალმხრივ ინფორმაციას. მუხარის მიუხედავად მეცხრე არხი მასტგერის გაგრძელებას მაინც ითხოვს. ონლაინ პეტიციით შეგროვებული 20,000 ხელმოწერა მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს დღეს გადაეცემა. მასტგერი არის ვალდებულება, მაგრამ როდესაც ის მისი ვადაგავა საკაბელო ტელევიზიებს მაინც შეუძლიათ დატოვონ მეცხრე არხი თავიანთ პაკეტში, ამიტომ ჩვენ მიმართვას გავაკეთებთ ყველა საკაბელო ტელევიზიაზე, ასევე მიმართოთ მარეგულირებელს, რომ ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ დარჩეს მეცხრე არხი მათ პაკეტებში. უცნობია რა ქმედება მოხვება მეცხრე არხის მიმართ მართველი გუნდის წევრის განცხადებას. საკაბელო ოპერატორების ნაწილი, რომელიც 30 სექტემბრის შემდგომ მეცხრე არხის ეთერის სამაუწყებლო ბადეში დატოვებას ეთანხმება, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მაინც მთავრობის ნებართვას ელოდება. ნაციონალური მოძრაობის უკანასკნელი პარტიული ღონისძიება არჩევნების წინ დღეს სტადიონზე მთელი საქართველოდან ყვითელი ავტობუსებით მობილიზებული ადამიანები შეიკრიბნენ. მათი ნაწილი მეცხრე არხთან ადასტურებს, რომ თბილისში ზეწოლის და მუხარის შედეგად წამოვიდნენ. სენაკი, გორი, ბოლნისი, რუსთავი, ტყიბული, ზუგდიდი, ქუთაისი, პარალიზებული ავტომაგისტრალები და ავტობუსებით გადაჭედილი თბილისი. ნაციონალები აცხადებენ, რომ სირცხვილი და სისტემური მარცხი უკან შემოbrunებად უნდა აქციან. რა ხდებოდა ეროვნულ სტადიონზე და მის გარეთ ასევე რა სახის განცხადებები გაკეთა მართველი პარტიის შეკრებაზე, ნოდარ ჩაჩუას ვრთავთ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში. ნოდარ, მოგვიყევი. დიახდანთია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ბოლო შეხვედრა აქ დინამო სტადიონზე უკვე დასრულებულია. იგი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდაპირველად აქ შეკრებილ ამ მომრჩეველს მთელი საქართველოდან, რომელიც რამდენიმე ასეული მარშრუტით ჩამოიყვანეს, მიმართა პოლიტიკურმა ლიდერებმა. ერთ-ერთი მათგანი იყო პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გარდა იმისა, რომ აქცენტი გააკეთეს თავის დაპირებებზე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა პირდება ამ მომრჩეველს და ეს არის დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ასევე ჯანდაცვის მიმართულება, ასევე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დღეს რამდენიმე პოლიტიკური მესეჯიც გააჟღერეს დღესვე ვანო მერაბიშვილმა და დავით ბაქრაძემ აქ შეკრებილ ამ მომრჩევლებს, რომლებიც დაახლოებით 60,000-მდე იყო, რადგან სწორედ ამდენს იტევს ეს სტადიონი, მიმართა კითხვით, რა ურჩევნიათ მათ დაბრუნდნენ მომავალში, დაბრუნდნენ უკან წარსულში თუ გააგრძელონ შენება წინ მომავლისკენ. ამ ერთ სტადიონზე ამ ერთობას წინ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა ელის. სამ დღეში ჩვენ ყველამ ასევე ერთად უნდა გავაკეთოთ არჩევანი, საიწავა ეს ქვეყანა, როგორი იქნება ჩვენი მომავალი და რა გზას აირჩევს საქართველო. და მე თუ ვინმე მკითხავს, რატომ არის 1 ოქტომბრის არჩევანი ასეთი მნიშვნელოვანი, მე გეტყვით ჩემ აზრს. რატომ? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჯერ კიდევ საქართველო დგას არჩევანის წინაშე. დაბრუნდება ის უკან თუ წავა წინ. ჩვენ ყველა ვიცით, რომ ჩვენს წრეებს უნდა საქართველოში დაბრუნდნენ კანონიერი ქურდები, კორუმპირებული ჩინოვნიკები და კრიმინალები. მე და ჩვენი გუნდი და ჩვენ ყველა ერთად ვიძლევით გარანტიას, რომ საქართველოში კანონიერი ქურდები არასდროს დაბრუნდებიან. დღესვე აქ შეკრებილ ამ მომრჩეველს უკვე ბოლოს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მანვე დაასრულა დღევანდელი შეხვედრაც ქვეყნის პირველმა პირმა ისაუბრა საერთაშორისო მხარდაჭერაზე, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს საკმაოდ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს და ამის მაგალითად მოიყვანა უნგრეთის მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოში სტუმრად იმყოფება და როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მან სწორედ ევროკავშირის სახელით გამოუცხადა მხარდაჭერა საქართველოს, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ისაუბრა იმაზეც, რომ
ამდენი ხალხი აქ ამ მოედანზე არასდროს არ შეკრებილა, თუმცა სავარაუდოდ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გახსენებია რამდენიმე წლის წინანდელი შეხვედრა, როცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ 2008 წლის წინა საარჩევნო პერიოდში სწორედ ამ მოედანზე, სწორედ აქ დინამოს სტადიონზე შეკრიბა ამომრჩეველი და სწორედ მაშინაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრიბუნები იყო გადავსებული. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ისევე როგორც წინა გამომცველებმა ყურადღება გაამახვილა წარსულში დაბრუნებაზე საქართველოსი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, შემოსულია საკმაოდ დიდი ფული ქვეყანაში, რომელიც ცდილობს ქვეყანა უკან დააბრუნოს და კრიმინალური სამყარო ისევ გააბატონოს ქვეყანაში. არავითარ შემთხვევაში არ დავბრუნდეთ უკან, არც ერთ გარემოებებში არ დავიხიოთ უკან, არ თავკინდროთ თავი, არ ჩამოუშვათ ხელი, არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას. საქართველო არ იყიდება და საქართველოს ოკუპაციას ვეღარავინ ვეღარ მოახდენს. მე მინდა ყველამ ერთად თქვათ, საქართველოს ოკუპანტი ვეღარ შემოვა, საქართველო არ იყიდება, ჩვენი ხალხი არ იყიდება, ჩვენი ხალხი ამაყია და ჩვენი ხალხი ჩვენი ბავშვების ომამას აღარავის არ გადააბარება. დღეს საქართველოს ყავს ერთიანი ერი, სადაც მოღალატეები არიან მარგინალიზირებული და ყავს ერთიანი ხელმძღვანელობა, რომელიც არც ერთი ფეხი წუბი ყავს არ დათმობს ჩვენი მიწის, ჩვენი თავისუფლების, ჩვენი მომავლის. ასეთი ემოციური იყო ქვეყნის პირველი პირის გამოსვლა, რომელმაც დაასრულა დღევანდელი შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო სტადიონზე, სადაც მოქალაქეებმა შეკრება დაახლოებით დღის 6 საათისთვის დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი შეხვედრა 5 საათისთვის იყო დაანონსებული, მანამ სანამ რეგიონებიდან ჩამოყვანილი, ამდენიმე ასეული მარშრუტით ჩამოყვანილი მოქალაქეები და ხალხის ნაკადი არ შემოვიდა სტადიონზე, მანამდე ჯერ კიდევ ნახევრად ცარიელი იყო ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი. შემოსვლამდე კი ხალხის ნაკადის, შემოსვლამდე კი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა აქ ჩამოსულ ადამიანებს სხვადასხვა სურსათი და სანოვაგე დაურიგეს იმისთვის, როგორც თვითონ განმარტეს, ეს ხდებოდა იმისთვის, რომ ეს ადამიანები რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსულები, ასევე რაც შეეხება თავად კოლონებმა კი შეკრება სხვადასხვა ქალაქში დაიწყეს დღის 2 საათისთვის, რომელიც ჩვენმა რეგიონალურმა გადამღებმა ჯგუფებმა დააფიქსირეს. მოსახლეობა ჩამოიყვანეთ ეს რა? კომენტარი. რატომ კომენტარი? ბატონო ვასიკო, მოსახლეობა ჩამოიყვანეთ მერეთი და? რატო ახლა კომენტარის გარეთ? რამდენი კაცი ჩამოიყვანეთ მერეთიდან? სად არიან ამა მოიყვანეთ? მერეთიდან რამდენი კაცი ჩამოიყვანეთ? სად მიდიხართ? თბილისში დინამო სტადიონზე. დინამო სტადიონზე მიდიხართ? და რატო? ნაციონალური მოძრაობის მიტინგზე. ვის დავალებით ხარ? ნამდვილად არ ვიცი, არა. სად მიდიხართ ის ვიცი? ეს სადაც მეთქია, აზია რა. ჯერ არ ვიტყვი. არაფერი არ ვიცი. ნაციონალების შეკრებაზე. ვის დავალებით მიდიხართ? ჩემი სურვილით არა ვის დავალებით. კოორდინატორი არ დავალავთ? კი, როგორ არა? კოორდინატორის დავალებით. და ხოვეს რომ წამოიყვანოთ სამი კაცი. კი. და ვინ მიყავთ? ჩემი ახლობლები, ვით ჩემი მაშიერი პარტიაში ისინი მიყავთ. აქ შეკრებილი მოქალაქეებთან დღეს ჩვენს გადამღებ ჯგუფებს საკმაოდ გაუჭირდათ ურთიერთობა, ისინი კომენტარებს ვარს ამბობდნენ, ეს ის კომენტარები იყო, რამდენიმე კომენტარი იყო, რომლის ჩაწერაც მოვახერხეთ და შემოგთავაზეთ, თუმცა კამერის მიღმა ადამიანები ამბობდნენ, რომ ისინი როგორც კოორდინატორების, სხვადასხვა რეგიონის კოორდინატორების, ასევე ადგილობრივი გამგეობის დავალებით ჩამოვიდნენ. დღეს მთელი დღის განმავლობაში თითქმის პარალიზებული იყო მოძრაობა დინამო სტადიონის მიმდებარე მთავარ გამზირებზე. მადლობა, ეს იყო ნოდარ ჩაჩუა და პირდაპირ ჩართვა სტადიონიდან და კადრები, რომლებიც ახლა მივიღეთ თბილისი 28 სექტემბერის სანაპირო ათასობით ყვითელი ავტობუსი იმის დამადასტურებელი ვიდეო მასალა, თუ როგორ შეავსო მმართველმა პარტიამ 65,000-იანი სტადიონი კადრებს დაუმონტაჟებლა და უკომენტაროთ გთავაზობთ.
ცოტა ხნის წინ კოალიცია ქართული ოცნების ოფისში საგანგებო ბრიფინგი დასრულდა. სოზარ სუბარის განცხადებით კოალიციის რწანისის რაიონის მხარდამჭერ ლევან მინაშვილს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ფარული ვიდეო ჩანაწერის გაკეთებას თხოვდნენ. მინაშვილი ამბობს, რომ მას უნდა გადაიღო თუ როგორ აძლევდნენ 15 ლარს 29 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე მის მიერ მიყვანილ თითოეულ ადამიანზე. მინაშვილი ასევე აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა თვენახევრის განმავლობაში ხორციელდებოდა და ციხეში ჩასმით ემუქრებდნენ მას. ასევე დავალებული ჰქონდა კოალიციის მხარდაჭერებისთვის მარიხუანის მოწევის შეთავაზება და ამის გადაღება. კოალიციის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით მინაშვილმა სპეცაპარატურაც მიიტანა და ამჟამად ფარული ჩანაწერების გაშიფრვა მიმდინარეობს. უესმა შესულიყავი ზაზასთან და მეთქვა რომ მე მინდა თანხა როგორც ჩემ პირდით ამ ხალხს რომ გადავცე რომ ესენი ხვალ მიტინგზე მოვლენ და თანხას თუ შეგიძლიათ რომ კიდე მეტი მომცეთ მე შემიძლია მოგიყვანოთ 200 და 300 კაცი აი ეს არის წინადადება ეს არის სერიოზული ბრალდება ამას ჩამოვაყალიბებთ ჩვენ და წარვადგენთ პროკურატურაში რომ დაიწყოს გამოძიება დანარჩენ კითხვებს იმედია სწორედ პროკურატურა გასცემს პასუხს ვინ არის ეს ადამიანი რატო იყო მოსული რა დავალებები ჰქონდა ვინ არის შოთა რა გააკეთა სინამდვილეში და რა დევს აი ამ ჩანაწერებში ამ ყველაფერზე იმედია პროკურატურა გასცემს პასუხს დღეს ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა 80-მდე უცხოელი ჟურნალისტის კითხვებს. ბიძინა ივანიშვილი საათნახევრის განმავლობაში პასუხობდა. ჟურნალისტები ძირითადად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რუსეთთან ურთიერთობითა და არჩევნების თემებით დაინტერესდნენ. კოალიციის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ მისი მთავრობის პრიორიტეტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნატოში გაწევრიანება იქნება. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთთან მთლიანად დაბალანსებული ურთიერთობის აღდგენა აღდგენის გასაღები ისევ საქართველოს შიგნით დევს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ავაშენოთ ჭეშმარიტად საინტერესო ქვეყანა, ჭეშმარიტად დემოკრატიული ინსტიტუტებზე დაფუძნებული, ჭეშმარიტად აღზევებადი ეკონომიკით და არა ეს მოჩვენებითი, რასაც საუბრობენ და რასაც უნდათ რომ გვაჩვენონ. საქართველოს უნდა გახდეს საინტერესო ქვეყანა, ისეთი საინტერესო რომ ჩვენს ძმებს, აფხაზებს და ოსებს სურვილი გაუჩნდეს ესეთ ქვეყანაში ცხოვრების. რუსეთს არ აქვს სურვილი იმისა, რომ ჩვენ ნატოში გავერთიანდეთ და შესაძლებელია მსგავსი კითხვები დაისვას. მე გარწმუნებ და ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ არც ერთი კითხვა და არაფრის გულისთვის და არაფრის ხარჯზე ჩვენ არ შევცვლით ჩვენ სტრატეგიას. დღეს ბიძინა ივანიშვილის ტელეხიდი ჰქონდა რეგიონებთან. ხაზზეა საქართველო ამჯერად კოალიციის ლიდერი ადიგენს, ასპინძას, ბორჯომს, თეთრი წყაროსა და გარდაბანს პასუხობდა. რეგიონების გარდა შეკითხვები დაისვა ცხელი ხაზისა და სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებითაც. რას ურჩევს ივანიშვილი მერაბიშვილს? შეექმნება თუ არა პრობლემები საჯარო მოხელეებს და შეიცვლება თუ არა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში? კითხვა-პასუხი 2 საათს გაგრძელდა. მეცხრე არხის საარჩევნო პროექტის ფარგლებში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე ტელეხიდით უკვე მეორედ ისარგებლა. მან ამჯერად 5 რეგიონის მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა. ადიგენი, ასპინძა, ბორჯომი, თეთრი წყარო და გარდაბანი. იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვა, გაუმჯობესდება თუ არა მოსახლეობის მდგომარეობა. ექნებათ თუ არა მათ გზა, წყალი, ელექტროენერგია, სამუშაო ადგილები და საწარმოები. ივანიშვილმა მოსახლეობის შეკითხვებს ასე უპასუხა. მინიმუმ 3 წლის განმავლობაში კვირდებით თქვენ გექნებათ უფასო ტექნიკა მოხუნა მოთესვა მოსავლის მოყვანა და ბაზრამდე მიტანაც. წყლის პრობლემაა მთელ საქართველოში, თამდე წყალს მიაქვს მთელი საქართველო. აი ესეთი ორგანიზატორია ჩვენი ხელისუფლება. არაფრის ორგანიზების უნარი არ აქვს და მთელი სოფელი ამიტომაც დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს. რა თქმა უნდა, სარწყავის და სასმელი წყალიც იქნება ის პირველი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ყისიერად დავიწყებთ, როდესაც დავიწყებთ სოფლის მეურნეობის გამართვას და აუცილებლად უნდა გაეხსნას იმდენი მცირე და საშუალო საწარმო, სანამ არ დასაკეთება თქვენ რეგიონშიც და ისევ მთელ საქართველოში საქართველოს მოსახლეობა და არ მიიღებს ღირსეულ შემოსავალს. რეგიონების გარდა შეკითხვები დაისვა ცხელი ხაზისა და სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით. ერთ-ერთი შეკითხვა პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობებს ეხებოდა. შეკითხვის ავტორს აინტერესებდა, ეხმარება თუ არა პრემიერი ოცნების ლიდერს ხელისუფლებაში მოსვლაში. არაფერ შუაში არ არის ვანოს ნაირები ჩვენს გუნდში არ არიან მე-20 ადგილზეც კი და მსგავსები ჩვენ არ ახლავს. ჩვენ გაცილებით ნიჭიერი და ძალიან გამოცდილი კადრი მოხავს და თქვენ ნახავთ როგორ მოემსახურებიან ისინი საქართველოს და ჩვენ სამშობლოს. ეხლა ვანო ვაშკაცობს და ვანო ლაბარაკიც ისწავლა. მე ვთქვი რამდენჯერმე ეს ტელევიზიით მას უჭირდა, როგორც იცით თქვენ და თვითონაც არ მალავდა ეს და აი ბანანის რესპუბლიკაშიც კარგად ჩანს.
რომ ეს არ არის ახალი მოგონილი, ვიღაცას უსწავლებია საუბარი ვანოსთვის, მაგრამ ისიც ესწავლებია რომ ცოტა ჭკვიანური აზრებია თქვა, იმდენ სისულელეებს საუბრობს. მოქალაქეებს ასევე აინტერესებდათ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შეექმნებათ თუ არა პრობლემები საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს. ჩვენ პირდებით საჯარო მოხელეებს აბსოლუტურ უმრავლესობას, რომ საჯარო მოხელეებს აბსოლუტურ უმრავლესობას შეენარჩუნებს საკუთარ სამუშაო ადგილებს და უფრო მეტიც მათ რეალური პერსპექტივა გაუჩნდებათ, არათუ შეენარჩუნონ, არამედ გააზარდონ თავისი შემოსავალი. ბიძინა ივანიშვილმა მისი დაცვის წევრ ბესო სურმავაზეც გააკეთა კომენტარი. კოალიციის ლიდერი დარწმუნებულია, რომ დაცვის თანამშრომლებზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს და სურმავას ვიდეო ჩანაწერიც მუქარი შედეგადაა ამოპოვებული. ეს ძალიან კარგი ადამიანია, მე მეგობრობდი მასთან, ყველა დაცვის წევრთან მეგობრობ. მთელი ჩემი დაცვა შოქშია, ვერ გაუგიათ რა ხდება და ძალიან დიდი ეჭვია, რომ ეს ისევ ხელისუფლების ახალი ფანდია. რაც შეეხება ჩანაწერებს, რა თქმა უნდა, სურმავა არაფერ შუაში არაა, ეს ჩვეულებრივი, ტიპიურია, რომ ისინი ყველაფერს უსმენენ, ყველაფერს იწერენ და ეს კომბინაცია გაკეთებულია ხელისუფლების მიერ. პროექტის ფარგლებში ტელეკომპანია მეცხრიარხმა ტელეხიდში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შესთავაზა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან შეთავაზებაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი დაგველოდეთ. თავისუფლება ხმების სანაცვლოდ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში კახი კალაძის წინააღმდეგ. ვერ ვარ კონკრეტი, მაგრამ ასე ვიცი 200 ხმა უნდა მოპოვებული იყო ხალხიდან, მაგაც ხოთინომის სასარგებლოდ, პატიმრების ოჯახიდან, ახლო ნათესებიდან, ახლო მეზობლებიდან. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე, ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98. აჭარის კონსტიტუციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ პატარიძე თავისი ძმის ოთარ პატარიძის მეშვეობით მოსკოვში ჩეჩენ კიდერს ვარტო ყიფიანის ყრილობას უკვეთავს. ამის შესახებ ფარული ჩანაწერი დღეს გავრცელდა. გავრცელებული მასალის მიხედვით სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელი ყიფიანის ყრილობას ჩეჩენ კილერებს რუსეთში უკვეთავს. კილერები იღებენ ფულს, მაგრამ არ კლავენ და მძევლად აყავთ ყრილობის დამკვეთი. აჭარის კუდის უფროსის თეიმურაზ პატარიძის ძმა ოთარ პატარიძე, რომელსაც მხოლოდ თანხის ბოლომდე გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. ვიდეოს, რომელიც YouTube-ზე აიტვირთა, მინაწერი აქვს, რომ ეს ეპიზოდები დამონტაჟებულია ძალიან ვრცელი აუდიო ვიდეო მასალისაგან, მეორე და მესამე ნაწილი კი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. ამერიკას ეს არა სერიოზული საქმე. დავჯერეთ კაფეში ვიჯერეთ. აუჩევა ასეო რა, გაჭერთ მაგას ნაიცო ვიდეო წებიდან ასე მეუბნებიან, რომ ასე ვართო პლანირდა თუ შეიძლება რომ ყავს რაღაცა ჩეჩნები, მოსკოვში მოსკოვში. თუ შეიძლება ნახო ჯერ არ ვიცი ზუსტად სად არის. ეებში იყო მე მოსკოვშია, მაგრამ ზუსტად არ ვიცი და თუ შეიძლება გეიგეო, კაროჩო. გეიბოცა და მე თუ რო გავიგებო თუ მოაწერო ეს ჩეჩნები რომ დაბრიგოთ რა ისო 100,000 ხტია და რა წამოვედი მოსკოვში ნახე ეს ჩეჩნები და აიო გავიქიო იო ვასალია ბაზარ გავაკეთე алло салам алейкум давай мы ждем звонка я телефонный номер тебе дам сейчас там все готово и передадут вам на гарантии. Послушай, давай пусть он звонит. Ему давайте наш номер и пусть он звонит. Он сейчас звонит, это мой брат тоже там. У него все на руках. Все на... Ага. Короче, давай быстрее, чтобы до 8 часов успели. Да, сейчас, через 5 минут вам позвонят. Хорошо, давай, ждем. Давай езжайте на Воробьев горы. Мы вас там ждем, давай, быстрее. Кто там находит деньги? Сколько? Сказали 100 вообще-то. Сколько? 100 сказали. А ну? Я не знаю, это ваш телефон. Открой! Открываю. Не шевелись. Все, давай сама. Кто тебя отправил сюда? Кто тебе позвонил, говори. Друг позвонил. Кто? Как зовут друга? Ему зовут Тимур. Где работает? Куд называется. Иди сюда, иди. Куд называется. Начальник Куда. Иди сюда. Миси давали вайс. Магазин супросо. Винали магазин. Пано берали. Винали магазин. Упросили, министр. Винца магазин супросо.
ვინ არის მაგის უფროსი? კონკრეტულად ვიღავს უფროსი? მაგის უფროსი ვიცი მე რა მშვილი და შეიძლება მაგის უფროსი ვინცა? ეს საიდან შეიძლება მოდიოდეს? თავრობიდან ახლა რა დონეზე იქნება შენი აზრით? ახლა შენი ძმა რო ჩაერია, მაგას აქ მაგდენი ფული რომ შემაძამ გადაიხადოს. აი ესენი აზრია. ესენი აზრია, შეიძლება არა. ორასიხმა ერთი პატიმრის სანაცვლოდ წინასაარჩევნო ციხეებიდან გამოშვებული პატიმრების სამტრედიაში ადგილობრივი ხელისუფლების პოლიციის მაღალჩინოსნებისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან დავით ნამგალაურთან ერთად მოძრაობენ. შეხვედრები კოორდინატორებთან იმართება სკოლაში, სადაც უკვე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. რა კავშირი აქვს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილის მოადგილე დავით ნამგალაურს ყაჩაღობისათვის დაპატიმრებულ და ახლახან დროზე ადრე ციხიდან გათავისუფლებულ გიორგი კობრավასთან. დღეს მეცხრე ნამგალაურსა და გიორგი კობრավას ასევე იმ ადამიანებსაც ესაუბრა, ვისი ძარცვის ბრალდებითაც კობრავა იყო დაკავებული. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური. მასთან ერთად 5 წლის წინ ყაჩაღობისათვის დაპატიმრებული და ახლახან წინასაარჩევნოდ დროზე ადრე გათავისუფლებული გიორგი კობრავა და ჯინჯარაძეების ოჯახი, რომლის დაყაჩაღების ბრალდებითაც კობრავა დააკავეს. შობის ღამე იყო. მე გავატანეთ თუ კიდევ აი თხოვდნენ განსაკუთრებით დასახელებდნენ ნივთებს. ტროიკაო ის მეკეთა რა ქვია ქორწილზე მეკეთა ბიჟუტერია ძალიან დიდი თვლებით და ის გონებიათ ოქრო ბრილიანტი. შემთხვევა სოფელ გომში 5 წლის წინ შობის ღამეს მოხდა. ჯინჯარაძეების ოჯახს ამ ამბის გახსენება უჭირს, თუმცა უკვე იციან, რომ მძიმე ბრალდებით დაპატიმრებული გიორგი კობრავა დღეს თავისუფალია. და ამბაკოს შეუნიშნია, რომ გადავიდნენ იქეთ მგენის გადმოსაყვანად ის ოჯახი აქეთ შემოასახლეს, რომ მათო ბრმა დატოვეს. და ამბაკომ თქვა, ამბაკოს დავნახია, თუმე რო ეწეო და უცებ აიხადა და შეუცნია, ხა ისედაც კოჭებში და იმაში ხა მაგი ცეხის მუშაკი იყო და აქ მაგისგან იმას კი შეუცნია. მოდის და ხარისხავთ. ახლა და ანუ გადასწოროთ თქვენ მუშაობები. გიორგი კობრავა ჩვენ იმ დროს ნახეთ, როდესაც მინისტრ ლადო ვარძელაშვილის მოადგილე დავით ნამგალაურთან და სხვა თანმხლებ ადამიანებთან ერთად გომის სკოლის ეზოში შეიკრიბნენ. გამარჯობა. თქვენაც არ გელოდით, კომისიის წევრების ხდომა არის. არა. ნამგალაურის თქმით, სკოლის სპორტული დარბაზის აღდგენაზე მსჯელობენ. ადგილობრივები კი პირად საუბრებში გვიდასტურებენ, რომ კოორდინატორ ქალბატონებს არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციებს უტარებენ. ის რომ შეხვედრაზე საარჩევნო თემაზე საუბრობენ, ამას მინისტრის მოადგილის თანმხლები რამდენიმე მამაკაცის გვიდასტურებს, თუმცა ნამგალაური შენიშვნას აძლევს და ჩუმდებიან. ეცამ შეგიძლია? არა. რაზე ილაპარაკეთ? კოორდინატორები ხართ თქვენ? კოორდინატორებთან შეხვედრებს შორიდან ადევნებდა თვალყურ სერგო ადეიშვილი, იმერეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსანი და სამტრედის პოლიციის უფროსი ზვიად ობოლაძე. გამოშვებულია პატიმარი წინასაარჩევნოდ, რომელსაც მძიმე მუხლით და ყაჩაღობის მუხლით და დღეს აქ ნამგალაურთან ერთად შევიჯდეთ დადის. სამტრედ გომში ოჯახი დააყაჩაღა 5 წლის წინ და ეს სისტემატურად ხდება წინასაარჩევნოდ. თუ გამონაკლისი შემთხვევა არის, არაფერი არ იცი. სამტრედის პოლიციამ აიყვანა თავის პროცესს. არ გიდათ ამას დავაპარაკება. ესე ამბობენ, რომ პატიმრები გამოუშვეს წინასაარჩევნოდ. არაფერი არ იცი. პოლიციის უფროსი. არაფერი არ იცი. სოფელ გომში საუბრობენ, რომ პატიმრების ოჯახის წევრებს ხელისუფლება 200 გარანტირებულ ხმას თხოვს, სანაცვლოდ კი პატიმრის გათავისუფლებას პირდებიან. მოსამართლობას ხედავ და ამიტომ პრობლემა, ნამდვილად პრობლემა კონკრეტულად ის, რომ ძალიან ბევრი პატიმარი იქნა გამოშვებული. ჯამაში მარა დააშავა. ხმების სანაცვლოდ აგროვების და იმუშავეს მართლა ძალიან კარგად. სოფელში იმუშავეს, როგორ არის კოორდინატორებმა ყველამ დააგროვა, ეს რაც იყო ხელსაწყობი მისთვის, ეს იყო ალბათ 200 ხმა. ადგილობრივების თქმით, ყაჩაღობისათვის დაპატიმრებული გიორგი კობრავა პირველი არ არის, ვინც ციხიდან წინასაარჩევნოდ დროზე ადრე გამოუშვეს. როგორც პირად საუბრებში ყვებიან, აქ თითო პატიმარზე 200 ხმის სანაცვლოდ უკვე 6 პატიმარი გაათავისუფლეს. საქართველოს წარსულში დაბრუნების მცდელობა დიდი შეცდომა იქნება. ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ურბანმა ქუთაისში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ნაციონალური მოძრაობის მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ამასთან ვიქტორ ურბანმა ქართულ ხალხს საბჭოთა კავშირისკენ მობრუნების ცდუნებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. რას უკავშირდება უნგრელი პოლიტიკოსის ეს განცხადება მაშინ, როდესაც მის მმართველობის სტილზე როგორც უნგრულ საზოგადოებაში, ასევე დანარჩენ ევროპაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის მომხრეების წინაშე პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ დამსწრეთ სიტყვით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ურბანმაც მიმართა. ჩვენ ვიყავით კომუნისტური წყობის ქვეყანა. ჩვენ დაუშვით შეცდომა, როცა ამ წყობისკენ მიბრუნება ვცადეთ. წარსულში დაბრუნების ცდონება წარუმატებელი იქნება თქვენი მომავლისთვისაც. თუ გჯერათ თქვენი ხელმძღვანელობისა, თუ გინდათ პროგრესი და გჯერათ პრეზიდენტის, ასეთ შემთხვევაში წარმატებას მიაღწევთ. მაგრამ ცდონება იმისა, რომ შეიძლება რაღაცები შემოტრიალდეს, წარსულში დაბრუნება იქნება უდიდესი შეცდომა. მე უნგრელი მეგობარი ვარ და გარწმუნებთ. ნუ მობრუნდებით უკან. ვიქტორ ურბანისადმი ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. მისი პრემიერ-მინისტრობის პირველ ვადაში 1998-2002 წლებში უნგრეთის პარლამენტის როლი შესუსტდა, ხოლო პრემიერის გავლენა გაიზარდა. ურბანს ასევე ხშირად აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მან უნგრეთში დამოუკიდებელი მედია შეავიწროვა. ბოლო სკანდალი კი სომხეთის მიერ უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას უკავშირდება. ქუთაისში მართველი პარტიის მხარდასაჭერად ვიქტორ ურბანის გამოსვლას ტაქტიკურ შეცდომად აფასებს პოლიტოლოგი რამაზ აყვარელიძე. მაკენესკი, რომლის სიმპათია სააკაშვილისა და გუნდის მიმართ კაფეოთ არის გამოხატული, იმანაც კი ვერ გაბედა შექმნილ სიტუაციაში ამ სიმპათიის საჯაროდ განცხადება. ისე რომ ეს უთაქტობა, რაც იკისრა, მე მგონი მისი ზოგადად პოლიტიკური პროფესიონალიზმის ამსახველია და ის როგორც ჩანს ადვილად მიდის გარიგებებზე. უნგრეთის პრემიერის სიტყვის შეფასებისას პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ურბანის მხარდაჭერა ბელორუსის პრეზიდენტის მხარდაჭერის ტოლფასია. ურბანს ევროპელი პოლიტიკოსები მოიხსენიებენ როგორც მზარდ ლუკაშენკოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ურბანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა ტოლფასია ლუკაშენკოს მიერ მისი მხარდაჭერისა. ასე რომ ჩვენ ვიხილეთ ერთად, შეიძლება ასე ითქვას, თანამედროვე ევროპის ორი ყველაზე დიდი თავისტკივილი, რომლებიც დემოკრატიის საფარქვეშ ფაქტობრივად ავტორიტარულ რეჟიმებს ამკვიდრებენ საკუთარ ქვეყნებში. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ურბანი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესაც შეხვდა. და ახალი კვლევა, რომელიც დღეს გავრცელდა, ქართული ოცნების რეიტინგი სექტემბერში საქართველოს მასშტაბით 49%-დან 65%-მდე გაიზარდა, ნაციონალური მოძრაობის კი 43%-დან 25%-მდე შემცირდა. გერმანული კვლევითი ორგანიზაცია Forsa-ს მიხედვით პარტიების რეიტინგი თბილისის მასშტაბით ასეთია: ქართული ოცნება 72%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 14%, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 6%, დანარჩენი სხვა კი 8%. კვლევის პრეზენტაცია დღეს Forsa-ს წარმომადგენელმა პიტერ მატუშეკმა გამართა. მისი განცხადებით, კვლევა 20-დან 25 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 1953 რესპონდენტი პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევაზე ასევე დასმული იყო კითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი პენიტენციალურ სისტემაში მომხდარ დარღვევებზე. გამოკითხულთა 80%-ის განცხადებით პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ეს კვლევები დემოკრატიის განვითარების ფონდის დაკვეთით ჩატარდა და მისი მიზანი მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობის გარკვევა იყო. კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 65% კოალიცია ქართულ ოცნებას უჭერს მხარს, 25% კი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ასევე ჩვენ დაუსვით კითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი პენიტენციალურ სისტემაში მომხდარ დარღვევებზე და 80%-ის განცხადებით პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. ამორჩეულთა ლიგა და ამერიკული კომპანია Barcelo & Company არჩევნების კენჭისყრის დღეს მონიტორინგს ერთობლივად განახორციელებენ. ორგანიზაციის წარმომადგენლები ეგზიტ პოლებსა და პარალელურ დათვლასაც უზრუნველყოფენ. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე პროცესს სულ 2500 დამკვირვებელი დააკვირდება. ამორჩეულთა ლიგისა და კომპანია Barcelo & Company-ის ხელმძღვანელებმა დღესვე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ჩვენ განვახორციელებთ უპრეცედენტო მასშტაბის პარალელურ დათვლას ყოველ მესამე 1200 საარჩევნო უბანზე და 400 უბანზე განვახორციელებთ სოციოლოგიურ კვლევას exit polls. შედეგებს, როგორც ამას კანონი თვალისწინებს, ვაცნობებთ საზოგადოებას exit polls შედეგებს 8 საათზე და ცხადია პარალელური დათვლის შედეგებს ვაცნობებთ ამ შედეგების ამ მონაცემების მიღებისთანავე. 1 ოქტომბერს ხმას 56 ამორჩეველი სპეცუბნებზე მისცემს. ქვეყნის მასშტაბით 70-ზე მეტი ასეთი უბანია რეგისტრირებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიას კი უკვე შეკვეთილი აქვს ბიულეტენების, სამხედროების, პოლიციელებისა და პატიმრებისთვის. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სპეცუბნებზე დარეგისტრირებულ ამორჩეველს მმართველი პარტია საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
ამ ადგილას 1 ოქტომბერს სპეციალური უბანი იმუშავებს, სადაც არჩევანს პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები და პატიმრები გააკეთებენ. სულ საქართველოში 71 სპეცუბანია საარჩევნო კოდექსის მიხედვით. ამ უბნებზე დარეგისტრირებული ამომრჩევლები ხმას როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარ კანდიდატებსაც მისცემენ. კანონის მიხედვით საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში ისინი ხმას აძლევენ როგორც პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების დროს, ასევე მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებში ორივე შემთხვევაში იღებენ მონაწილეობას. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოვალი პოლიტიკური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ სპეცუბნებზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველს მხოლოდ პარტიის არჩევა უნდა შეეძლოს და არა მაჟორიტარის, რადგან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამუშაო ადგილზე დისლოცირებული ამომრჩეველი საცხოვრებელ მისამართზეც არის რეგისტრირებული. ამ შემთხვევაში ამომრჩეველი, რომელიც სპეცუბნის სიაში ხდება, მონაწილეობს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში და ასევე მაჟორიტარულში იმ შემთხვევაში, თუ კი იგი იმ ოლქის მაცხოვრებელია, ყველა სხვა შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის მიხედვით ის მონაწილეობს მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში. ქართული ოცნების წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებს, რომ არსებობს საარჩევნო უბნები, სადაც ამომრჩეველი რამდენიმე ათასს აღემატება და ამას მართველი პარტია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს. ცალსახად ხელისუფლების ინტერესებიდან გაუვნიერე მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი აღნიშნოს, რომ აპირებს კანონის დარღვევით მონაწილეობა მიაღებიოს მაჟორიტარულ არჩევნებში სამხედრო მოსამსახურეებს, იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც ამის უფლება არ აქვთ, რაც ისე ვიმეორებ, იქნება ძალზედ სერიოზული გაყალბება არჩევნებისა და ზოგადად უკანონო გადანაწილება შეიძლება ამან გამოიწვიოს მაჟორიტარული მანდატების. საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზზე საუბრობენ ახალგაზრდა იურისტებიც. ისინი საჭიროდ მიიჩნევენ, რომ ეს ხარვეზი CSKOS დადგენილებით უნდა დარეგულირდეს, რათა ერთი და იმავე ამომრჩევლის ხმა ორჯერ არ გამოიყენონ. აქ არის გამონაკლისი, რომ სამხედრო მოსამსახურებთან შემთხვევაში კანონი გამონაკლის შემთხვევას ითვალისწინებს და როდესაც ისინი როდესაც მათი დისლოკაციის ადგილი სამწუხაროდ არ ემთხვევა მათი რეგისტრაციის ადგილს, მათ კანონი, ეს არის 32 მუხლის მეხუთე პუნქტის აქვე პუნქტი, აძლევთ ორივე წესით მონაწილეობის მიღებას, მაჟორიტარულის და პროპორციულის. ეს არის ძალიან ცუდი ჩანაწერი და სწორედ აი ასეთ პრობლემებზე ჩვენ პარლამენტს ჩვენი ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადებები შევთავაზეთ. ამ დრომდე უცნობია ზუსტი რიცხვი რამდენი ამომრჩეველი აძლევს ხმას სპეცუბანზე, თუმცა სავარაუდოდ მათი რაოდენობა 56,000-ს აღემატება, რაც საერთო ამომრჩევლის 3%-ს შეადგენს. ციხესთან დღეს კონცერტი იყო, მივაწვდინოთ ხმა პატიმრებს ამ მიზანმა გაერთიანა დღევანდელი კონცერტის ორგანიზატორები და მონაწილეები. გლდანის მერვე საპყრობილესთან გამართულ აქცია კონცერტში მონაწილეობა 33-მა ბურდულმა, უცნობმა და ნატო მეტოინძემ მიიღეს. კონცერტის ჩატარების იდეა რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, მომღერლები ამ ფორმით პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ. ეს იყო სოლიდარობის კონცერტი იმის გამო, რომ საზოგადოებას თავისი წვლილი პასუხისგებლობა აუცილებლად მიუძღვის იმის მიმართ, რაც მოხდა. იმიტომ რომ გასაგები არის, რომ ხელისუფლებამ არ შეისმინა ის გაფრთხილებები, მაგრამ საზოგადოებას უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა. ამ კონცერტით გვერდში უდგავართ იმ ადამიანებს, ვინც აი ამ ციხეში იხდის ტყუილა უბრალოდ სასჯელს. ჩვენთვის ყველაზე უფრო მთავარი იყო ის, რომ მათთან მიგვეტანა ხმა და მათ გაეგო ჩვენი გვერდში დგომა. ერთი შესწორება მინდა შევიტანო, შეცდომაში შემიყვანეს გლდანის ციხესთან მიმდინარე აქციაში ჯგუფი ვაკის პარკი მონაწილეობდა და არა 33-ა, როგორც მე ეს მითხეს, თავადაც გაკვირვებული ვიყავი ამ ინფორმაციით. 75 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი თემურ ჯაფარიძე გარდაიცვალა, ის წარმატებით მოღვაწეობდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მისი ნამუშევრები მსოფლიოს წამყვან გალერეებშია დაცული. თემურ ჯაფარიძეს მაყურებელი ქართული ფილმებიდანაც იცნობს. ამაღლება, კაშხალი მთაში, ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა საქართველოში. ეს ის ფილმებია, სადაც მხატვარმა ითამაშა. მხატვარი, რომლის შემოქმედებაც იშვიათი კონტრასტულობით გამოირჩევა, ქართული სახვითი ხელოვნების ნოვატორად მიიჩნევა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 60-იან წლებში უნივერსიტეტის დარბაზში მოეწყო. შემდეგ იყო დრო, როცა თემურ ჯაფარიძის შემოქმედება იკრძალებოდა. კომუნისტებს მიაჩნდათ, ეს არის ბურჟუაზიული ხელოვნება. კომუნისტების პერიოდში, რა თქმა უნდა, მოდერნისტული ხელოვნება იკრძალებოდა და მას რო არ ეშენოდა ამათი, ეს ამაში დიდი ვაჟკაცობა იყო. ის მაინც მუშაობდა, იფინებოდა.
მხატვრობის პარალელურად თემურ ჯაფარიძე აქტიურად მოღვაწეობდა ლიტერატურაში. დამალული თაობის ცხოვრებით ვცხოვრობდი, რასაც ჩემს ლექსებსა და მოთხრობებში ავსახავდი წერდა ხელოვანი. სწორედ ამ მოტივით დაბრკოლებები მის ლიტერატურულ ნაშრომებსაც შეექმნა, თუმცა მოგვიანებით თემურ ჯაფარიძის ლექსები და მოთხრობები პოპულარულ ქართულ ჟურნალებში დაიბეჭდა. წერალიც იყო, პოეტიც იყო, კრიტიკოსი იყო, ბრწყინვალე. ახლა რა უნდა დაეწერა კრიტიკის დარგში რო ავიღოთ, შესანიშნავი მაგის კრიტიკული წერილი არსებობს ნიკო ფიროსმანზე. თავიდანვე აი იმ წლებიდან უკვე თემო ჯაფარიძეს ჰქონდა რაღაც თავისი გარკვეული ადგილი ქართულ სახვით ხელოვნებაში. ძნელი სათქმელია, რომ ეს არის ერთი კაცის ნამუშევარი. სადაც გინდა წაიღე, ვის გვერდზეც გინდა დაგიდე. არ შევრცხვებით, არ შევრცხვება. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სერიებით თემურ ჯაფარიძე ახალ სიტყვას ამბობდა ქართულ მხატვრობაში. მხატვარი თამაზ ხუციშვილი მიიჩნევს, რომ მისი ნამუშევრები ბევრი შემოქმედის შთაგონების წყარო ხდებოდა. კიდევ ერთი სენსაცია, ლეონარდო და ვინჩის სირგვლივ ჟენევაში მეორე ჯოკონდა გამოფინეს და მას აისვორსის მონალიზა ეწოდება. ექსპერტები წლების განმავლობაში იკვლევდნენ, ვის შეეძლო ასეთი იდეალური რეპროდუქციის შექმნა. მათი თქმით, მონალიზას მეორე ვერსია თავად და ვინჩის ეკუთვნის. 1914 წელს ბრიტანელმა კოლექციონერმა ჰიუ ბლეიკერმა მსოფლიო ფერწერის ყველაზე მისტიკური შედევრის რეპროდუქცია შეიძინა. ბლეიკერმა ნახატი აისვორში წაიღო და სახელიც თავად შეურჩია. ბოლო 40 წელი ტილო შვეიცარიის ბანკში ინახებოდა. მონალიზას ფონდის ექსპერტების მტკიცებით, ნახატი იტალიელმა გენიოსმა ლუვრის მუზეუმში გამოფენილ ტილომდე 10 წლით ადრე შექმნა. თუმცა ხელოვნებათმცოდნეები შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნას ეჭქვეშ აყენებენ. Well, it adds up to being an interesting copy. საინტერესო ვერსია, მაგრამ სიმართლეს არ შეეფერება. ცნობილია, რომ და ვინჩი ტილოზე არასოდეს ხატავდა. ორიგინალიც კი ხის დაფაზეა შესრულებული. ახალ ნახატზე თავად მონალიზა ახალგაზრდულად გამოიყურება, ხოლო პეიზაჟი მის უკან ორიგინალისაგან აშკარად განსხვავდება. Monalisa is, well, muddy. რენესანსის ეპოქის შედევრზე გამოსახული ქალი უკვე 500 წელია საკაცობრიო ცნობიერების საიდუმლოა. ვინ არის ჯოკონდა? ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი ზიგმუნდ ფროიდი მიიჩნევდა, რომ და ვინჩიმ საკუთარი დედა დახატა, თუმცა მხატვრის პირად ჩანაწერებში ნახსენებია ლიზა გერუდინი, ფლორენციელი ვაჭრის ქალიშვილი, რომელსაც და ვინჩი ჯოკონდას უწოდებს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად კი მონალიზა თავად და ვინჩის ავტოპორტრეტია. I know things that you will never know. მე ვხედავ იმას, რაც თქვენთვის უხილავია. ეს მისი სიტყვებია. მანამ ტილოს საკუთარი სული ჩახბერა. ამიტომაც არის მონალიზა ნაწილობრივ გენიოსის ავტოპორტრეტი. It's essentially his message to him. შედევრს, რომელიც წლების მანძილზე ბონაპარტს საძინებელს შეეკიდა, ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ დასავლური ცივილიზაციის სიმბოლო უწოდა. 1962 წელს მისი ინიციატივით ტილო ვაშინგტონის ნაციონალურ გალერეაში გამოიფინა. ჩვენ თავისუფალიერები დღიდან გაჩენისა ვალდებულნი ვართ დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა, მაგრამ ეს ნახატი მხოლოდ რენესანსის ეპოქის შედევრი არ არის. იგი ხორჩესხმა ჩვენი ცივილიზაციისა. ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ და ვინჩის უცნაური ჩვევა ჰქონდა. ნახატს მუდამ დაუსრულებელს ტოვებდა. დაუსრულებელი შედევრის სანახავად პარიზში ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი ჩადის. მონალიზა კი კვლავ ადამიანთა მოდგმის იდუმალებად რჩება. და ბოლოს ეკა ბერიძე მთავარი კითხვით სტუმრებისა და თემების შესახებ თავად გვესაუბრება ეკა საღამოშვიდობისა. ნათია საღამოშვიდობისა მივესალმები მეცხრე არხის მაყურებელს. ყოფილი პატიმარი სულხან მოლაშვილი თავისი პატიმრობის დეტალებს ყვება. მთავარ კითხვას ყოფილი პატიმარი საფრანგეთიდან უპასუხებს. რა ვერსია აქვს ბესიკ სურმავას გაუჩინარებასთან დაკავშირებით მაკა ლობჟანიძე? რა ხდება ამჟამად საპატიმროებში გელა ნიკოლაიშვილი? უჭერს თუ არა მხარს ხელისუფლება შალვა ნათელაშვილს დუშეთში ირაკლი ტრიპოლსკი და რა მოლოდინი აქვს 1 ოქტომბერთან დაკავშირებით? ნინო ბურჯანაძე გადაცემაში მთავარი კითხვა. მადლობა ეკა, მთავარი კითხვა რამდენიმე წუთში ახალი ამბის დასრულებისთანავე გავა ეთერში. თქვენ უყურებდით მე9:09 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად. მადლობთ რომ გიყურებთ.